ყველაზე აქტუალური საკითხების კომპეტენტური ანალიზის საქმიანი ადამიანებისთვის. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე FM 95.5. მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა პროფესიონალები. მე გახლავართ დღევანდელი გადაცემის სამღვანი ვარ თროლაშვილი, რაც შეეხება ჩვენი სტუმრები. ეს გახლავთ ქართულ-ამერიკული კომპანია GRS International-ის დამფუძნებლები გიორგი ქებურია და ბატონი ლევან ბასილაია. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით. გამარჯობათ. აქვე ჩვენს წარუდგენ ორიოდესი თქვით, თქვენ ხართ კომპანია, რომელიც ოპერირებს ავტომობილო ზეთების ბაზარზე. ჩვენი მსმენელის აბსოლუტური უმრავლესობა ავტომობილია და ალბათ ის თემა, რომელსაც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, ნებისმიერი მათგანისათვის იქნება საინტერესო. ანუ ის პროდუქტი, რომელიცაც თქვენ გამოჩნდით ბაზარზე, რამდენადაც მე ვიცი, ეს არ არის დიდი ხანი, ალბათ 1 წელი, ვთქვათ. თქვენ ამ პროდუქტით, ესე ვთქვათ, ახალ სიტყვას იძახით ამ სეგმენტში, ეს არის ახალი ტექნოლოგიები, გეწოდებული ნანოტექნოლოგიები, ალბათ სასურველია თუ რა პროდუქტებია თქვენი საუბროთ შემდგომში, თუმცა მოდით ორიოდესი თქვით შევეხოთ პირველ რიგში საავტომობილო ზეთების ბაზარს, ვთქვათ, რა ვითარებაა დღეს, რა მოცემულობა გვაქვს, ზოგადად ფალსიფიკაციის ენი ვთქვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არ არის ახალი და რომელიმე ბიზნეს სექტორი ამ შემთხვევაში არ არის ავანგარდში და არ არის რაღაცა ესეთი განსაკუთრებულად გამორჩეული, თუმცა საავტომობილო ზეთების ბაზარი ამ მხრივ თვალშისაცემი და ნიშანდობლებია. ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენ უშუალოდ ავტოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირზეა საუბარი, ჩვენ მუდმივ განცხადებებს ვაკეთებთ, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ფალსიფიკაციის, ანუ გაყალბებული ზეთის საკმაოდ დიდი დონე არის, საკმაოდ მასშტაბური გაყალბება მიმდინარეობს, სხვათა შორის ეს დინამიკაში ამ მოცემულობა არ მცირდება, ესე ვთქვათ, ანუ ის სტაბილური ნიშნაზეა, რაც თავისთავად, ესე ვთქვათ, პრობლემას უქმნის სხვა ლეგალურად მოქმედი კომპანიების ნორმალური, ესე ვთქვათ, საავტომობილო ზეთების განვითარებას. მოდით, ვთქვათ, ეს აღნიშნეთ, რომ დღეს ესეთი მოცემულობა, ამას შემდგომში მე კიდე სტატისტიკურ მონაცემებს მოვიტან, ესე ვთქვათ, და შესაბამისად ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კიდე უფრო რაღაც უფრო დეტალებს ჩამოვაყალიბეთ, თუმცა მე მინდა ბატონო გიორგი პირველ რიგში თქვენ გამოვიდეთ. თქვენ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას? აი რა ვითარებაა ოპერირებს საქართველოში დღეს, საცალუქსელში იყიდება საავტომობილო ზეთების ძალიან ფართო სპექტრი გამა შეიძლება ითქვას, დაწყებული ცნობილი ბრენდები და მათ შორის ზეთის შეკვდება, რომელიც ალბათ სოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ არის თუ არ ჩავთვლით ვთქვათ ჩვენ ქვეყანას. აი რა ვითარებაა, თქვენ როგორ აღიქვავთ, თქვენ ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, შეიძლება ესე ითქვათ და აი როგორ შეაფასებთ ობიექტურად რა ვითარება გვაქვს დღეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა კარგი შეკითხვისთვის. როგორც მოიხსენებათ, 90% საქართველოს ბაზარზე არსებული ნებისმიერი ზეთი არის ფალსიფიცირებული, ეგრეთ წოდებული ატრაბოტკა, რაც ნიშნავს, რომ გავმიჯნოთ ცნება ორი ზეთი და ატრაბოტკა. ეს არის გადამუშავებული ანუ ერთხელ უკვე ხმარებაში გასული ზეთი. მოხმარებული ზეთი, რომელსაც სპეციალური ახალი ტექნოლოგიებით ფილტრაცია ხდება, მისი შემდგომი გადამუშავება, სხვადასხვა ძალიან იაფფასიანი დანამატების მირევა, ეგრეთ სადგების დამატება. დიახ, და ხელახალი შეფუთვა და მოწოდებული C კატეგორიის ზონის ქვეყნებში, როგორც არის, როგორც კავკასია შედის და ასევე სხვა მრავალი აზიური ქვეყნებიც. ვინაიდან ფასიც მერყეულ შესაბამისად საბოლოო მოხმარებლებისთვის, როგორც ვიცით, ნახევარ სინთეტიკურ ზეთს თუ ავიღებთ 10-12 ლარი არის, ზოგი კიდე 8 ლარათაც არის დაფიქსირებული ეგეთი ფასი, შეუძლებელია ზეთი, რასაც ქვია სრული გადამუშავებული ნაწარმოები და რეალური დანამატებით, რომელსაც ძრავი უნდა დაიცვას ზეთმა და თავი ფუნქცია ზეთის არის ის, რომ ლითონის დეტალები ძრავში რედუქტორიდან დაწყებული ყოლსებიდან დაიცვას, ეს უკვე ვეღარ იღწევა. ამიტომ დროთადრო მერე ძრავი ფუჭდება და ზეთის ჩამოსაწესებს. აი თუ შეიძლება ესეთი კითხვა, აი თქვენ ახლა ახსენეთ 90% გარდა ამაგისა თქვით, რომ ეს 90% მეორადი ზეთები, მეორადი ანუ გადამუშავებული ზეთების შედეგად მიღებული ზეთები, აი თქვენ აი ამ მის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, თქვა აი რა მოცემულობა გაქვთ, თქვა თქვენ ცალკე თუ ტესტირება ჩაგიტარებიათ, თქვა კვლევები ჩაგიტარებიათ და
რა ასე ვთქვით. დიდი მადლობა. შემდეგ განცხადებას ჩვენ ვაწარმოებთ იმის კუთხით, რომ ბრენდების დასახელებას ვერ დავიწყებთ, ამის ფორმატი არ გვაწევს გადაცემის და არასწორი იქნება ჩვენი გადაცემის მხრიდან, რომ დისკრედიტაცია გაუწიოთ ნებისმიერი პროდუქციის, კომპანიის პროდუქციას, მაგრამ ჩვენ რა გვაძლევს საფუძველს აღვნიშნოთ ის, რომ 90% არის ფალსიფიცირებული. ჩვენ კორპორაცია Muscle Products Corporations, რომელიც არის MPC-ის მუსკული ზეთის დანამატს, ლაბორატორიიდან გვაქვს გამოგზავნილი სერტიფიცირებული აპარატი, რომელსაც აქვს საშუალება ხახუნის კოეფიციენტის, ცვეთის დაფიქსირების და ამპერაჟის, ანუ წინაღობის მაჩვენებლები გვიჩვენოს. თავარი სამი ფუნქცია, რაც ეც უნდა გააჩნდეს. არის 3-დან 5 დატვირთამდე დაბალი ხარისხის ზეთები, 5-დან 7 დატვირთვამდე ეს უკვე საშუალო და კარგი ზეთები უძლებენ და 8.05-დან უკვე 12-მდე მიდის ექსტრა კლასის ზეთები. შემოწმებული 10-დან 9 კომპანიის მოწოდებული ზეთი აჩვენებს 4 და ქვევით ერთეულს მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან უხარისხო პროდუქცია არის არსებული ქართულ ბაზარზე. მოდით თქვენ საკმაოდ ყვავრიან გაცხადებებს აკეთებთ ახლა ამ შემთხვევაში. მოდით ეს თქვათ ღია დავტოვოთ ეს თემა, თქვათ შეფასებისგანვე პირადად თავ შევიკავებ ამ შემთხვევაში. თუმცა მოდით ერთი სტატისტიკური მონაცემი მინდა, ასეთი სტატისტიკური მონაცემი მოგაწოდოთ. პირველი თქვათ აი მიმდინარე 3 თვეში საქართველოში სულ იმპორტირებული იქნა 2.6 ტონა საავტომობილო ზეთი. მათ შორის საინტერესოა თქვათ ქვეყნების მიხედვით, ვინ ლიდერობს, ანუ საიმპორტო ძირითადად ეს არის იმპორტირებული პროდუქტია, ასე ვთქვათ, ანუ ადგილზე არ იწარმოება და შესაბამისად ჩამოთავოთ ის ქვეყნები, რომლებიც ლიდერის პოზიციაზე არიან. პირველ ადგილზე თქვენ წარმოიდგინეთ, გახლავთ ირანის ისლამური რესპუბლიკა. ეს არის 600 ტონა ამ მოცულობიდან, ანუ ის ყველაზე დიდი იმპორტიორი არის. მეორე ადგილზე არის თურქეთი. ხოლო მესამე ადგილზე ევროკავშირის ქვეყანა გერმანია, შემდგომ მოდის რუსეთი, ნიდერლანდები და უზბეკეთი. ანუ ჩვენ აი ესე ვთქვათ, მოდით აი ამ იმის მიხედვით რაღაც გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ, ანუ დღეს ვთქვათ, რაღაც იმპორტის ჯგუფში პირველ ადგილზეა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ანუ მას ყველაზე დიდი რეალიზაციები აქვს საავტომობილო ზეთის მხრივ და ვთქვათ, ისეთი ქვეყანა, ისეთი კლასიკური ზეთის წარმოებელი ქვეყანა, როგორც არის გერმანია, მხოლოდ მესამე ადგილზეა. ნუ თურქეთი მეორე ადგილზეა, თურქეთი ვთქვათ, ვერ დაიკვეხნის, რა თქმა უნდა, დიდი ტრადიციით ამ მხრივ, თუმცა მაინც ну შედარებით ცოტა სხვა მომენტია აქ, ხო? ეხლა აქ საკითხი რაში დგას? მოდით მოხმარებელიც აიგვისმეს ეხლა და მარტივად მე მგონი ალბათ იშვიათად ვნახავთ მოხმარებელს, რომელიც რატომღაც ირანული ზეთის შეძენით არის დაინტერესებული, ხო? თქვა თუნდაც ან თურქული ზეთით, ხო? ეხლა მაინც ავტოპარკი იქიდან გამომდინარე რომ ახლდება განახლების პროცესია, მაინც მოხმარებელი წესით ორიენტირებული უნდა იყოს, მაინც უფრო ალბათ ახალ იმ პროდუქტზე, რომელიც მისი ავტომობილისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა მოცემულობა გვაქვს ესეთი და აი ჩვენ კითხვის პირველ ნაწილშიც მე დავსვით, თქვა იქ ვისაუბრეთ ფალსიფიკაციაზე, გაყალბებაზე, მდარი ხარისხის პროდუქციაზე. ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ პირველ ირანული ზეთით ხდება გაყალბება, ანუ თქვა გარდა ამისა, თქვა თურქეთი, რომელიც არ არის ვთქვათ, ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, სწორედ აი ეს ქვეყნები დომინირებენ ამ ბაზარზე და შესაბამისად გვაქვს ის პროდუქცია, ვთქვათ, რაც გვაქვს. ბატონო გიორგი, ეხლა თქვენთან ესეთი კითხვა, აი თქვენ აი ამ ტენდენციას, აი რით იხსნით, ვთქვათ, ეხლა ამის შეფასებაც რო გავაკეთოთ, რატოა მაგალითად შეიძლება ესე ვთქვათ, მოხმარებელი რატომღაც ორიენტირებული იყოს ირანულ ზეთზე, იმიტომ რომ მე მაგალითად დღეს ალბათ არც ერთი მოხმარებლის ნობიერებაში ირანული ზეთის მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ ამ შემთხვევაში რომელი ქვეყნის წარმოებას, მაგრამ იქაური, ანუ სახელი ბრენდი ხო ირანული ზეთის, ხო? ალბათ ეს იშვიათი, ანუ იგივე თურქული ზეთი, თქვა რომელიმე, თურქული ზეთი, თქვა პეტროლოფის ზეთი, ვიცი, თქვა აკრა არის, თქვა იქ შეიძლება მეორე, მაგრამ აი ცალკე კიდე ალბათ მოხმარებელთვის ეს არის უცნობი, ხო? აი თქვენ რას უკავშირებთ აი ამ ტენდენციებს და როგორ ფიქრობთ, თქვა ეს აი რისი ნიშანია ჩვენ საით მივდივართ აი ამ მხრივ? სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს და პირველი ფაქტორი, რაც არის განსაზღვრელი ამ მოხმარების არის ფასი. თუ დავაკვირდებით ვითარებას 4, 3, 5 ლარამდე არის ფასი ირანული ზეთის litrზე. რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, ეს უმეტესი ნაწილი არის ტაქსის მძღოლები, რომელსაც ხარისხს ვერ საკვირდებიან და არ საკვირდებიან, იმიტომ არ უღირთ.
გამოკვლევა რაც ჩავატარეთ ჩვენ კომენტარები დაგხვდა ესეთი ზეც არცულიან არც 20-ზე არც 30000-ზე და მიყავთ მანქანა სრულიად ჩაჭექვამდე ანუ ეგრეთ წოდებულ სტუკამდე და რო ავხსენით ეს ფენომენი რატო ხდება აი თქვენ კითხვას გამეხმარები რომ იაფასიან ზეთი იმდენად იაფიურდებათ და პერიოდულობა იმდენად ახანგრძლივებენ რომ ურჩევნიათ ყოველ 5-ზე და 7000-ზე და 10000-ზე რო ეცვალათ ზეთი საშუალო დონის ან მაღალი დონის ბევრად ძვირი დაუждდებოდათ ვიდრე რემონტი ძრავის სრულიად გამოცვლა და ამიტომ ეს არის ფაქტორი რომ ფასი არის ანუ მაინც უფრო სოციალური ფაქტორი არის აუცილებლად პირველ ადგილზე ესე ვთქვათ ესე ჩამოავალებოთ სოციალური ფაქტორი ანუ ესე ვთქვათ მოსახლეობა მომხმარებელი ავტომობილი არის ნაკლები გადახდის უნარიანი და შესაბამისად ის ვთქვათ ანიჭებს უპირატესობას დაბალფასიან ზეთს და შესაბამისად მისი მოხმარებაც ვთქვათ ესეთია. თუმცა არსებობს ერთი ფაქტორიც, ასევე ეს არის გაყალბების საკითხი, სხვათა შორის, იმიტომ რომ დაბალფასიანი პროდუქტით ხდება ყოველთვის გაყალბება, იმიტომ რომ დაბალფასიანი ერევა შედარებით მაღალ ხარისხებში, ან ისმევა იმ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ 200 ლიტრიან ესე ვთქვათ სტრუქტურაში, კასრებში ხდება მისი ჩასხმა და ესე მიწოდება მოხმარებელს, ანუ მოხმარებელს გონია რომ ის ყიდულობს ბრენდირებულს და ამ შემთხვევაში ის ყიდულობს ესე ვთქვათ მისთვის ესე ვთქვათ მდარე ხარისხის უხარისხო პროდუქციას. ჩვენ გავაგრძელებთ რეკლამის შემდგომ ესე ვთქვათ ჩვენი გადაცემა ახლა გადაცემაში რეკლამის გროვა. პროფესიონალები კომერსანტზე ვანო მთვრალაშვილთან ერთად. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას ბატონო ლევან, მოდით კითხვით თქვენთან გადმოვალკითხვით, თქვენ წარმოადგენთ ქართულ ამერიკულ კომპანიას, თქვენ აწარმოებთ ეგრეთ წოდებული ზეთის დანამატის იმპორტს ქვეყანაში და მე რამდენიმე ესე ვთქვათ თეზას წავიკითხავ ის რომელიც თქვენს პროსპექტებშია, სარეკლამო პროსპექტებში, ვთქვათ ზეთის შეცვლა მხოლოდ 20000 კილომეტრზე, კარტერის გატეხვის შემთხვევაში გარანტირებული მისვლა უახლოეს სახელოსნომდე კვეთრად ამცირებს ხახუნს და სიმხურვალეს წვეთა არ ფიქსირდება და ნანო მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. თუ შეიძლება უფრო ზუსტად თქვა თქვენი კომპანიის შესახებ და ამ პროდუქტის შესახებ, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ნაცის 20000 კილომეტრზე გამოცვლა ზეთის ხო, თქვენი ზეთის დანამატის შემდგომ ეს თქვა სვენელისთვის ნებისმიერი თქვა იგივე ჩვენთვის ძალიან ესეთი ის არის ხო, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მაღალ კატეგორიის ზეთიც საქართველოში აძლევს რეკომენდაციას იმის გათვალისწინებით, რასაც მოიხმარება ჩვენთან, მაქსიმუმ 10-12000 კილომეტრზე, ხო? აი თუ შეიძლება მას თქვენი კომპანიის შესახებ და შესაბამისად თვითონ ამ პროდუქტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონო ვანო მოწვევისთვის. მე ორიოდე სიტყვით ჩვენი კორპორაციის შესახებ მოგახსენებთ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს, არის უსერიოზულესი კორპორაცია და ერთ-ერთი იმ კორპორაციათაგანი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს ნანოტექნოლოგიების განვითარებისთვის. ეს არის სრული ნანოტექნოლოგია, რომლის მომხმარებელიც საკმაოდ სერიოზული ყავს, NASA-დან დაწყებული მთელი ამერიკის შეერთებული შტატების არმია, მეტროპოლიტენი რკინიგზა და რაც თავარია ოფიციალურად რეკომენდირებს Toyota Japonia მას. არც ერთი პროდუქტი არ გახლავთ დანამატის სახით ვერ ვიტყვი და ვერანაირად ვერც ვახსენებთ, რომელსაც Toyota Japonia ოფიციალურად ამ ყველაფერს რეკომენდირებს. ჩვენ გახლავართ ქართული მხარის წარმომადგენელი მისი დიახ, ჩამოგვაქვს ჩვენ დანამატი ცოტა ისე ჟღერს ქართულ მენტალიტეტში, იმიტომ რომ საკმაოდ გაფუჭებული აქვს სახელი დანამატი იყო რაღაც კომპანიები მე არ მინდა მათი დასახელება და მაგითი დისკრედიტაცია, მაგრამ კვდება ჩვენ ყოველ ნაბიჯზე დანამატებთან დაკავშირებით, აი მე დანამატია და მაგას მე მანქანაში ვერ ჩავასხავ. რასაკვირველია ის თავის კუთხით მართალია იმით, რომ მართლაც გაფუჭებულია მაგ კუთხით ბაზარი და ჩვენ აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიას ვთავაზობთ, უხსნით ამ ყველაფერს თუ რასთან გვაქვს საქმე და ეს არ არის ის ნანოტექნოლოგია, რომელსაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოიტანენ და უბრალოდ მიარტყავენ და გონიათ, რომ ნამდვილად ნანოტექნოლოგია. ეს აბსოლუტურად სხვა დანამატია, რომელიც აკეთილშობილებს პრაქტიკულად ზეთს შეგვიძლია თქვათ პირდაპირ ესე. ამ დროს ჩვენი დანამატი არანაირად ზეთთან რეაქციაში არ შედის.
ეს მხოლოდ და მხოლოდ ზეთი ასრულებს იმის ფუნქციას, რომ მან მიიყვანოს მეტალამდე ჩვენი დანამატი, ანუ მატარებლის ფუნქციას ასრულებს და ეს ნანოტექნოლოგიური გარსით ეფარება, ანუ ჰალოგენურად ეფარება თვალით უხილავად მეტალს. ანუ უბრალოდ დავაზუსტოთ, ესე იგი თქვენი დანამატი არ შედის რეაქციაში, არ ირევა ზეთში, ის უშუალოდ, ესე ვთქვათ, მეტალის გარს ედება. მხოლოდ და მხოლოდ. მხოლოდ და ნანოტექნოლოგია მხოლოდ და მხოლოდ ის უნიკალურია როგორც ბენზინისა და დიზელის ძრავებში, აგრეთვე უნიკალურია გაზზე მომუშავები ავტომობილებისათვის, იმიტომ რომ გაზის მიწოდებისას ძრავში სრულიად არ ხდება ზეთის ცირკულაცია, რის შედეგადაც ძრავის გარკვეული ნაწილები მაინც მშრალი და დაუცველი რჩება. ეს კიდე ჩვენი დანამატი ამ ყველაფერს იცავს, იგივე შეიძლება როგორც ტრანსმისიებში, ავტომატურში, მექანიკურში, ტიპტრონიკში ჩვეულებრივად მოიხმარონ და აგრეთვე მიდის ჰიდრაულიკურ სისტემებში. ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რომელიც თქვენ დაუსვით ზეთის შესვლას 20,000 კილომეტრზე. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საქართველოს ბაზარი, საკმაოდ კარგად შევისწავლეთ სხვათა შორის ჩვენი ქვეყნის ბაზარი. თუ გავითვალისწინებთ იმ საწვავს, რა საწვავითაც დღეს ავტომობილები დადიან და იგივე საკმაოდ რთული პროცესი ეს არის მტვრიანი ქვეყნის მხარე, რომელიც საკმაოდ მტვრიანია საქართველოს, ამავდროულად ეს მტვერი შეღწევადია ფილტრებში და შეიძლება თავისუფლად მოხდეს, რომ ფილტრმა გაუჭედოს. ამიტომ ამის გათვალისწინებით ჩვენ, თორე ჩვენ რო სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ევროპის განვითარების ქვეყნებში, სადაც მართლაც მტვერი არ არსებობს, ყველა ყოფილად ახლა გარკვეულწილად. ჩვენ შეგვეძლო აქ მიგვეცა 40-55,000 კილომეტრი. ანუ ნებისმიერ კატეგორიის ზედზე შეიძლება ამ დანამატის გაკეთება, თქვათ ეს მინერალური იქნება, ნახევრად სინთეთიკური თუ სინთეთიკური, მისი ხარისხის, თქვათ წარმოშობის და შემადგენლობის მიუხედავად და თქვენ გარანტირებულად იძახით, რომ აი ეს 20,000 კილომეტრი ნამდვილად შეგვიძლია გარანტია მივცეთ. ნამდვილად შეგვიძლია გარანტია. ეს დასაკურველია იმის გათვალისწინებით, თუ რა საწვავს ვიხმართ ჩვენ და როგორი მტრიანი ქვეყანაა ჩვენი. რაც შეეხება კარტერის გატოხვისას, გარანტირებული თქვენ როგორც ბრძანეთ, ჩვენ ნამდვილად ჩავატარეთ ტესტირება ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის საიმედო ავტოში იყო ეს გადაცემა, გადაღებაც მიმდინარეობდა და ტელევიზორშიც იყო ეს ყველაფერი ასახული. მიშა წულუკიძეა მისი წამყვანი და თვითონ პირადად იჯდა ამ ავტომობილში, ანუ ჩვენ ჩავუსხით ჩვენი დანამატი ავტომობილში და 15 წუთი ვატარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგ ჩავიყვანეთ და კარტერიდან მთლიანად დავცალეთ ზეთი, აბსოლუტურად გამოვასხით ზეთი. ჩვენ გვიდოდა ზეთის გარეშე გვეტარებინა 100 კილომეტრი საერთოდ უზეთოდ, მაგრამ ფორმატში არ შეჭდა გადაღების და მოგვიწია 50 კილომეტრის ტარება მანქანის, ანუ შევიყვანეთ რუსთავის ავტოდრომზე და ვატარეთ 50 კილომეტრი, რომელსაც მანქანამ დაძლია აბსოლუტურად თავისუფლად, შემდეგ ზეთი რო ჩაისხა იმ მანქანაში, დღესაც ის მანქანა უპრობლემოდ დაიარება ქალაქში. მეორეც შემიძლია აღვნიშნო, მელუდმელაძე რო იყო რალი ამერიკაზე წასული, ჩვენმა კორპორაციამ, ამერიკის კორპორაციამ ჩაუსხა მას ზეთი, გარკვეულწილად დავაფინანსეთ კიდევაც რაღაც გარკვეული დოზით. ჩაუსხით მას, როდესაც რალიზე მონაწილეობდა, მათ შეემთხვათ, თვითონაც ჩამოვიდა პრესკონფერენციაზე, ისაუბრა კიდევაც ამ თემაზე და ჯადოსნური სითხე უწოდა სხვათა შორის ამ სითხეს. ეს სითხე რო არ მსმოდა მანქანაშიო, ნუ არ ვიცი იქ რა მოხდებოდა და როგორ დავამთავრებდი ფინიშამდე მისვლას. ანუ მოხდა ესეთი შემთხვევა, ამოტრიალდნენ მაგედი, ზეთი დაღვარეს მთლიანობაში. ამავდროულად ჩვენი სითხე რო ესხა მას 62 კილომეტრი იარა უპრობლემოდ ზეთის გარეშე და მეორე ადგილზეც გავიდა ფინიშზე. ფაქტიურად ახლა თქვენ აი ამ საკითხით, აი რა უშუალოდ ანუ მანქანა მოძრაობს უზეთოდ. ეს ალბათ, ნუ ბევრისთვის ცოტა ნონსენსი იქნება, რაღაც წარმოუდგენელი იქნება, თუმცა ნუ აქ თქვენს მიერ წარმოუდგენელი, ესე ვთქვათ, გადაცემა იგივე ვთქვათ ეს ცდები და თვითონ ის კომპანია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, თქვენ ახსენეთ რამდენიმე პარტნიორი, მათ შორის NASA ახსენეთ, მსოფლიოში ერთ-ერთი
უდიდესი და უცხო რეზოლუციური ორგანიზაცია, რომელიც ამ პროდუქტის მოხმარებელია და ალბათ კითხვები მეტი არ არის. თუმცა მაინც დამერწმუნოთ, ეხლა მსმენელისთვის, ალბათ მოხმარებლისთვის ეს ბევრისთვის ეს წარმოუდგენელიცაა. თუმცა ფაქტი სახეზეა, ტექნიკა წინ მიდის, შესაბამისად განვითარება წინ მიდის, ნანოტექნოლოგიები ვითარდება და ეს არის აბსოლუტური რეალობა. და აქვე თქვათ გაგრძელება, თქვათ, ეს არის საწვავის ეკონომია 12%-მდე. დიახ. აი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება. როდესაც ცვეთა ნაკლები მიმდინარეობს ძრავში, ეს ჩვეულებრივ რეჟიმში ეკონომიასაც აძლევს საწვავს. შესაძლოა ჩვენ ეგ ტესტირებას გავაკეთეთ, შემიძლია ვისარგებლო შემთხვევითაც და სამ ავტომობილს ჩავუსხით ჩვენი დანამატი, რომელიც მთლიანად დავცალეთ, გაზზე იყვნენ ის ავტომობილები, მთლიანად დავცალეთ და შევუსეთ, დავტომბეთ ბოლომდე, რომლებიც გადიოდნენ რაღაც გარკვეულ კილომეტრაჟს, ერთმა გაიარა სადაც 29 კილომეტრით მეტი, მეორემ გაიარა 31 კილომეტრით მეტი და 34 კილომეტრით მეტი გაიარა მესამე ავტომობილმა. ანუ ესეც გატესტილი გვაქვს, ნამდვილად ეკონომია საძლევს. აი ძრავის ხმაური შემცირება ასევე. თქვა მნიშვნელოვანი, ანუ ეხლა ფაქტიურად ყველა ძრავს თავისი რაღაც გარკვეული რესურსი გააჩნია და ძირითადად მაინც მეორად სატრანსპორტო საშუალებებს იგივე თქვა მოძველებულ ტექნიკას ეს პრობლემა დამბერძნებით ყველას აქვს. აი ამასთან დაკავშირებით, ანუ ძრავის ხმაური შემცირება. აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ამცირებს აი დიზელზე უფრო ეფექტი აქვს მას, იმიტომ რომ დიზელი მაინც გარკვეულწლიანია, ხმაურიანი გახლავთ და აი დიზელის მოხმარებულ ავტომობილებში აი პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე წუთშიც შეუძლია ეფექტი ნახონ მასთან დაკავშირებით და ანალოგიური გამობულქვასთან დაკავშირებით. აი გამონაბულქვასთან დაკავშირებით რა სიტყვია? გამონაბულქვას აი ჩათვალეთ, ნუ ახლა თუ ძალიან არ არის მოსპარი მანქანა, პრაქტიკულად 10-დან 7-8 მანქანას ეს ტესტირება ჩავატარეთ და ანუ გარემოს ნაკლებად აფიქსურებს, ესე იგი, ყველა სიკეთესთან ერთად, ესე იგი დაემატა ესეც და ძრავის მექანიზმის სრული დაცულობა, ანუ სიცოცხლის გახანგრძლივება, ხო? აი ესეც დატესტილი იქნება ალბათ, აი ეს რა პერიოდით ახანგრძლივებს მიახლოებით გარბენი რამდენი აი ასე იგი ჩვენ ამ პროდუქტის ხმარებისას აი ნამდვილად შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ თუ აქ რესურსი დარჩენილია ავტომობილს თქვათ აი 50000 ამის მოხმარებისას აი მეტალს რაც შეეხება მეტალს დაიცავს და მეტალის პრობლემა 250000-იც აღარ იქნება. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება ახლა ჩვენ სწორედ საუბრობდით ახალი ტექნოლოგია, აი უშუალოდ ესე თქვათ, ანუ ტექნოლოგიური პროცესი, რა განაპირობებს ამას, ხო? აი ეს არის საინტერესო. აი ტექნოლოგიურად რა არის ამ ყველაფრის, ესე თქვათ, შემქმნელი. ახლა ცოტა დეტალურად რო ჩაუღრმავდეთ, რაც ბატონო ლეონმა აღნიშნა, რაც თქვენ კითხვა დასვით ნანოტექნოლოგიებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის ზეთს და სხვადასხვა ტიპის ესეთის დანამატს აქვს შემადგენლობაში ისეთი ინგრედიენტები, რომელიც ყველა არის მიზანმიმართული და მოტივირებულები, რომ შეამციროს ხახუნი. და იგივენაირად სვეთა არ დაფიქსირდეს ძრავში და ასევე რაღაცა დადებითი ეფექტები ზოგ-ზოგიერთი, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. მაგრამ თუ დავაკვირდებით იმას, რომ აი მოლიბდენიც რო ავიღოთ, სილიკონიც რო ავიღოთ, გრაფიტის პრისადკები იყო ასე დანამატები. ყველა ნიამცირებს ხახუნს, მაგრამ არც ერთი მწარმოებელი არ აცხადებს იმას, რომ მას გააჩნია უკუჩვენებაც. ეს მკვრივი ინგრედიენტები დროთან განმავლობაში, რომელსაც მჟავიანობის კუთხით იღებენ ძრავში და სიმკვრივეს იძენენ, ნელ-ნელა იწყებენ დაშლას. და მასა ორგანიზდება ისეთი, როგორიც არის ქვიშა. ქვიშასთან ლითონ-ლითონთან ხახუნის დროს წარმოგიდგენთ, როგორი იკაწრება ლითონის ზედაპირები ძრავში, დეტალები უფრო ცვეთადი არის და უცებ გადავერთვები მეორე თემაზე, რომელიც გამონაბოლქვთან არის დაკავშირებული. სწორედ აი ეს პროცესები ახლა ჩამოვთვალეთ და შემდგომი ცვეთის დაფიქსირება ზე ტემპერატურებს ქმნის ძრავში, რაც იმის საფუძველი არის, რომ მანქანა იწყებს ბოლვას, ანუ ზეთი იწვის, აალდება. ვინაიდან ჩვენი metal treatment-ის ტექნოლოგია, მუსკულის ზეთის დანამატის არ შეიცავს არც ერთ ზემოთხსენებულ ინგრედიენტს და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება. ბატონმა ლეონმა როგორც აღნიშნა, ეს არის ჰალოგენური ნანოტექნოლოგიები, NASA-ს მომწინავე ტექნოლოგიები, რომელიც ზედაპირულ აპკს უკეთებს ნანოტექნოლოგიურ გარს ეგრეთ წოდებულ დეტალებს
და ამცირებს მკვეთრად ხახუნის კოეფიციენტს. ხახუნის კოეფიციენტის შემცირება შესაბამისად ცვეთა პრაქტიკულად არ ფიქსირდება და ზეთიც აღარ აალდება. ამიტომაც გამონაბოქვიც აღარ იქნება 10-დან 8 შემთხვევაში. კარგი და რაც რა რაოდენობითაა საჭირო, თქვა ზრავში დანამატის სახით მისი დამატება, თქვა ეს არის დაფასოებით 237 მილიგრამებში და 474 მილიგრამში. ნუ პირველი შემთხვევაში 237 მილიგრამი უნდა ჩაისხას სადაც 6 ლიტრამდე მოცულობის ძრავებში. ხოლო 6-დან 11 litrამდე 474 მილიგრამიანი დაფასოება უნდა მოიხმარონ მას. თუ გვინდა რომ ეფექტი ნახოთ და ოდესაც აქ ეს მარტო ავტომობილებში არ იხმარება, ამას საკმაოდ ფართო მოხმარება აქვს წარმოებებშიც, საკმაოდ დიდ წარმოებებში, სადაც კი ხახუნის ზელა პრაქტიკულად ანუ ყველგან სადაც ძრავი მუშაობს, ეს რა თქმა უნდა ეს ავტომობილს უბრალოდ ჩვენ ესე ყველაზე პოპულარული ის არის, თუ რა თქმა უნდა ენერგეტიკაში, წარმოებაში, მრეწველობაში და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველგან ფართო მოხმარება. აქ ხა გადაცემაში რეკლამის დროა და შემდგომ გავაგზავნოთ. პროფესიონალები კომერსანტზე ვანო მთვრალაშვილთან ერთად. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას, ჩვენ საუბრობდით მაღალ ტექნოლოგიურ ზეთის დანამატზე, რომელსაც მართლა უნიკალური თვისებები გააჩნია. თქვა ჩვენ საუბრობდით რომ ეს დანამატი დაწყებული იქიდან რო თქვა საწვავის ეკონომია 12%-მდე ზეთის შეცვლა 20000 კილომეტრამდე ეს არის თქვა კარტერის გატეხის შემთხვევაში გარანტირებული მისვლა უახლოეს სახელოსნომდე ცოტა არ ფიქსირდება და ასე შემდეგ. ანუ თქვა მართლაც უნიკალური პროდუქტი, რომელიც ბევრი ავტომობილისტვის ალბათ დროთა განმავლობაში საკმაოდ პოპულარული გახდება. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თქვა ეს ამერიკული პროდუქტი არის, თქვა მის უკან მართლაც სერიოზული კორპორაცია დგას, ამერიკული კორპორაცია, რომელიც ჩვენ ვახსენეთ მისი პარტნიორები, რადონის ორგანიზაციები არიან და ეს არ არის მხოლოდ საავტომობილო პარკი, ხო აქ ფაქტიურად იგივე ჩვენ ვიძახდით, რომ საქართველოს შესაძლებელი ენერგეტიკაში, სხვადასხვა სახის სატრანსპორტო პარკში, იგივე თქვა რკინიგზაში, ან პოტენციურად მისი მოხმარებელი შეიძლება ძალიან ბევრი გახდეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ავტოპარკი ძირითადში მაინც არის მოძველებული მისი ასაკიდან გამომდინარე. ნუ რეალობა სამწუხაროდ რეალობა ესე. მოდით კითხვა ესეთი ახლა. თქვა აი როგორ უყურებენ თქვენ პროდუქტს თვითონ უშუალოდ ზეთის იმპორტიორები და რეალიზატორები. იმიტომ რომ პირდაპირ თქვა თქვენ ხართ მათი კონკურენტები. თქვენ იძახით რომ თქვენი დანამატის შემდგომ ზეთზე 20000 კილომეტრზე უნდა მოხდეს. ანუ 20000 კილომეტრზე უზდით თქვენ ხანგრძლივობას, როდესაც ისინი გარანტირებულად 10-12000 კილომეტრამდე აძლევენ და მეც არ აძლევენ გარბეს. მათი დამოკიდებულება როგორია თქვა სკეპტიკური თქვა მათთან თანამშრომლობ თქვენ აი როგორ არის თქვენი ურთიერთობა? რასაკვირველია თანამშრომლობაც გვაქვს, მაგრამ ძირითადად მაინც ყველა გარკვეულწილად უარყოფითად უყურებს, იმიტომ რომ ყველას გონია რომ რადგან ის 8000-ზე აცვლევინებს, 20000-ზე რო გამოცვლის ზეთს ვიღაცა რომ მივა მათთან, გარკვეულწილად კლიენტების განახევრება დაუძახოთ ჩვენ ამას. ანუ ეგეთი პრობლემის წინაშე დადგებიან მაგენი. მაგრამ ამავდროულად ჩვენი ოფიციალური დისტრიბუტორი გახლავთ G-Energy, ეს არის გაზპრომის, ლუკოილის შილობილი კომპანია, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზეა გამოსული. საკმაოდ ხარისხიანი ზეთებიც მინდა გითხრათ, G-Energy ზეთები საკმაოდ ისე ნორმალური ზეთს წარმოადგენს. ჩვენი ტესტირების საფუძველზე შემიძლია ეგ გითხრათ. რაც შეეხება კონკურენციას, მე უფრო მეცაც გეტყვით, ვისარგებლებ შემთხვევით, რომ მოწვევის შემთხვევით და ჩვენ ვიწყებთ შემოტანას ძალიან მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების ზეთების, ეს იქნება Z oil-ი, რომელიც ჩვენი წერტილები გვექნება მხოლოდ და მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ჩვენ წერტილებში, ჩვენ დისტრიბუცია ამ კუთხით არ გვექნება, რასაკვირველია იმ კუთხითაც რომ ჩვენი პროდუქცია არ გააყალბონ და თქვათ არ შესთავაზონ სხვა პროდუქციის მინარევი და შემდგომში რა კატეგორიის ზეთები იქნება და წარმოებელი და თუ შეიძლება იქნება მინერალი და მინერალი არ იქნება, უბრალოდ სინთეტიკა და ნახევრად სინთეტიკა იქნება.
ფასი სავარაუდოდ მაღალიც ექნება, მაგრამ მინიმალური გამოცვლა ზეთის ჩვენ რასაც შეგვიძლია რომ ნამდვილად გარანტია მივცეთ 15-16000-ზე პრობლემა არ ექნებათ მათ საქართველოს პირობებში რო იარონ. ანუ ჩავთავთ ეს არის პრემიუმ კატეგორიის ზეთები. ანუ თქვენ შედიხართ სეგმენტში, მაღალი კატეგორიის ზეთების სეგმენტში, სადაც სხვათა შორის საკმაოდ დიდი კონკურენცია. კონკურენცია იქნა გამომდინარე, რომ ცნობილი ბრენდები წლების განმავლობაში აქ ოპერირებენ, ესე შეიძლება ითქვას, მათ სტაბილური მომხმარებელი ხავთ. ახლა მე არ დავიწყებ ჩამოთვლას, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, სოფლიოში ყველა ცნობილი ბრენდი ზეთი წარმოდგენილია ჩვენ ბაზარზე. და ანუ თქვენ პარალელურად ამისა გაქვთ იმის, ესე ვთქვათ, იმედი, რომ დაიმკვიდრებთ ადგილს განვითარდებით და ესე ვთქვათ, გაუწევთ კონკურენციას. თვითონ და ერთი მომენტი არის, რომ პრემიუმ კლასის ზეთებზე რო ვიწყებ საუბარს, არ დაგვავიწყდეს, რომ ზეთის წარმოება როგორც ხდება, საბაზისო ზეთი არის პლუს მინუს ყველა ერთი და იგივე ხარისხის. შემდგომი გადამუშავება ამ ზეთის და დანამატების მიღება აწევს ამა თუ იმ ხარისხს დანიჭებს ზეთს მთლიანობაში. ვინაიდან ჩვენი Z oil-იც იქნება სრულიად MPC-ის ტექნოლოგიებზე დამზადებული, ეს გვაძლევს საფუძველს და დადასტურებას, რომ ჩვენ არა მარტო პრემიუმ ხარისხის ბრენდი ვიქნებით, არამედ პროდუქციას გვექნება პრემიუმ ხარისხის. და ერთადერთი პროდუქტი ვიქნებით, რომელიც ნებისმიერ ტესტებზე თანხმობას განაცხადებთ. არც ერთი სხვა კომპანია ამაზე მზად არ არის. ეს მნიშვნელოვანია, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ საბაზისო ზეთი ფაქტიურად ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი და მართლა მსოფლიოში 2-3 გიგანტური მწარმოებელია, რომელიც აწარმოებს ამ პროდუქტს. შემდგომში ეს დანამატები, ეგრეთ წოდებული პრისადგები, რომელიც უკვე ზეთის იმ კონდიციამდე მიყავთ, რაც უკვე მის, ესე ვთქვათ, აი ამ დადებით თვისებებს და შესაბამისად იმ სტანდარტებს განაპირობებს, რომელიც ვთქვათ, მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო საკლასიფიკაციო ზეთებით არის კლასიფიცირებული, ესე არის და ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ კონკურენცია დღეს ბაზარზე, ჩვენთან საავტომობილო ზეთის ბაზარზე არის ძალიან დიდი კონკურენცია, მიუხედავად იმისა, რომ ფალსიფიკაციის დიდი დონე არის, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბება მაღალ დონეზე არის, მაინც დიდი კონკურენცია, ბევრი ცნობილი ბრენდი კომპანია ოპერირებს და თქვენ აღნიშნეთ ის, რომ თქვათ, ხოლოდ თქვენ ექსკლუზიურად თქვენ ადგილებში, იმიტომ თქვენ გეშინიათ გაყალბების ამ შემთხვევაში, თუ არ მოხდეს, თორე ეს ცნობილი ფაქტი არის, ეს მარტო ზეთებს არ ეხება, როგორც კი ცნობილი ხდება, თქვათ, ესე თუ ის კატეგორიის ზეთი, ის ხდება მომხმარებლის პოპულარული ხდება მისი გაყალბება. მაგრამ თქვენ მე კითხვა დავსვი წინა კითხვა ეხებოდა, რომ თქვენ თქვათ, თქვენ განვითარებას როგორ უყურებენ იმპორტიორი, ზეთის იმპორტიორი კომპანიები, თუმცა არიან მეორე თქვათ მომსახურე სერვის ცენტრები, თქვათ წარმოებლები, თქვენ Toyota ახსენეთ, Toyota ოფიციალურად რეკომენდაციას აძლევს თქვენ ზეთის გამოყენებას. ხა Toyota მსოფლიო გიგანტი არის, ავტოწარმოებლის გიგანტია, შესაბამისად, ხა მისი რეკომენდაცია ეს უკვე თვითონ ფაქტი მეტყველებს იმაზე ის ამ დანამატი რამდენად მიღებული არის და აქ ბევრი კითხვა არის მე ვაი. თქვათ საქართველოში როგორი მიდგომაა? თვითონ თქვათ ამ შემთხვევაში საუბარია სერვის ცენტრებზე, იგივე ოფიციალური წარმომადგენლობებია ჩვენთან. აი თუ ხართ წარმოდგენილი და შესაბამისად როგორ თანაშრომობთ? დიახ, ჩვენ წარმოდგენილი ვართ პრაქტიკულად ყველა სერვის ცენტრში, სადაც შეიძლებათ ჩვენ მომხმარებას მივიდნენ და იყიდონ, ალბათ რომ ფასიც აინტერესებთ მათ. კი, ესეც აინტერესებს გეკითხოთ რა, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი ჩვენ თავში ვთქვით, რომ ფასთანაა დაკავშირებული და შესაბამისად ის რა ეკონომიას აძლევს, ხო? ყველაფერი მაინც ეკონომიურად. გარდა Mercedes-ისა და BMW-ის ცენტრში ყველგან შეუძლიათ მათ შეიძინონ ჩვენი დანამატი. ფასი მერყეობს სადაც 30-დან 35 ლარამდე იღირება 237 მილიგრამიანი, რამდენადაც ყიდიან მე იმ ფასს ვაჟღერებ. ანუ ეს ერთი პორცია დანამატი ერთ კონკრეტულ ზეთის გამოცვლის დროს. დიახ. და ანუ ორმაგი მისი, ანუ 474 გრამიანი უკვე სადღაც 55-დან 60 ლარამდე მერყეობს. მეწუნეთ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დაბალი ფასი ყოფილიყო მომხმარებლისთვის. შესაბამისად, მოდი თქვათ, ასევე თქვათ ეს რა ეკონომიას უკეთებს, აი თქვათ ესეც მარტივია, ხო? ხა ჩვენ ბევრი გვისმენს თქვათ და შესაბამისად აი არითმეტიკაში როგორია გამოხატული, ხო? აი ბატონო გიორგი, ეს ეკონომიაში როგორ გამოიხატება? მოდით მინიმალური პროდუქტის გამოყენებით. მინიმალური ზღვარი ავიღოთ და ტაქსის ზღოლებზე გადავერთოთ ისევ და ისევ, რომელთაც საშუალო სტანდარტულად ესეთი შეცვლა უჯდებათ. 50 ლარი, ესე ვთქვათ, რომლითაც გადიან 7000 კილომეტრს. 7000 კილომეტრი რო გადავამრავლოთ 3-ზე, ანუ რაც უნდა შეადგინოს 20-21000 კილომეტრი, ანუ 3 ზეთის გამოცვლა. რაც დაუჯდება ტაქსის მძღოლს 150 ლარი.
150 ლარის სტანდარტული მოხმარება რო უждდება, დავითვალოთ ახლა MPC-ის მოხმარებით, მუსკულის ზეთის დანამატით რა დაუждდება. ანუ ერთი ზეთის გამოცვას ვიღებთ 50 ლარს, უმატებ ზეთის დანამატს 30 ლარად, ეს გამოდის ჯამში 80 ლარი, რომლის საფუძველითაც გადის 20,000 კილომეტრს. 70 ლარი არის სუფთა ეკონომია. ანუ ეს ციფრებშიც გამოხატული, თქვა, ციფრებში განაჩვენე ყველაზე დაბალი იაფასიან სეგმენტზე გავაკეთეთ ეს გათვლა, რაკაც, ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, საერთოდ პროდუქტს, რა თქმა უნდა, პლუს ამის განვითარებას ხელს უწყობს. ისევე როგორც მარკეტინგული, ადგილზე მაგნიტური განვითარება, ასევე თვითონ კონკრეტულად მოხმარებელი რამდენად კმაყოფილი იქნება. თქვენ ახსენეთ წინა შემთხვევებში დანამატები და იქ ახსენეთ ძველი კომპანიები, რომელიც ამ ბაზარზე ოპერირებდნენ, მსგავსი დანამატები, თუმცა მათ უდიო ასოციაციები აქვს, იმიტომ რომ მოხმარებელმა რაღაც გარკვეული ამით სიკეთე ვერ მიიღო. ამიტომ, რა თქმა უნდა, თქვენი პროდუქტის, თქვენი კომპანიის განვითარება სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მომხმარებელი იქნება კმაყოფილი, იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად ყველა სერვისენში ხართ წარმოდგენილი, ხო, მომსახურე სერვისენში. შესაბამისად, ალბათ ეს იქნება დამოკიდებული აი ამ ყველაფერზე. რამეს სხვა დამატებოთ? კი, მინდა დამატება, პლუს მარტო თანხებში კი განსაზღვრეთ ეს, მაგრამ ამას ემატება რასაკვირველია ამდენი დამატებითი პლუსი ასე აღნიშნოთ ჩვენ, იგივე საწვავის ეკონომია, იგივე ძრავში ტემპერატურის კლება, ხმაურის შემცირება და რაც თავარია ძრავის მექანიზმების სრული დაცულობა, ანუ სიცოცხლის გახანგრძლივება. და რაც თავარია, იმასაც დავამატებ, რომ ამას უკუჩვენება ჯერ არ ქონია, ყოველ შემთხვევაში 22 წლის მანძილზე და ახლა 22 წელი სწორი დამატება გააკეთეთ, რომ ჩვენ საწვავის ეკონომია არ აგვიღნიშნია, იგივე ძრავთან დაკავშირებული, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ეკონომია გაცილებით მეტი იქნება. მე მინდა წარმატებები გისურვოთ მხოლოდ იქინა გამომდინარე, რომ სოციალური ფონი ქვეყანაში სამწუხაროდ არ არის იმ დონეზე, როგორც განვითარებულ ქვეყანაში უნდა იყოს, საკმაოდ მოხმარებელი ყოველთვის ცდილობს, რათა მან შესაბამისად ეკონომიურად მიიღოს მისთვის სასურველი და კაი პროდუქტი. და ამ შემთხვევაში თქვენი პროდუქტი მას ამ მიზნით გამოადგება, ეს მხოლოდ ესე ვთქვათ, მხოლოდ მათთვის სიკეთე იქნება, ასე რომ მოდით უსურვოთ ჩვენ მოხმარებელსაც მათ სწორი არჩევანი გაეკეთებინოთ, თქვენ აუცილებლად გისურვოთ განვითარება ამ ბაზარზე, ახალი ზეთის შემოდანის შემდგომ ასევე წარმატებები. სამწუხაროდ ძალიან მალე გავიდა ჩვენი დრო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდა. მადლობა მობრძანებისთვის, საუბრისთვის. მე მშვიდობები ჩვენს მსმენელს. მადლობთ. დიდი მადლობა. ყველაზე აქტუალური საკითხების კომპეტენტური ანალიზის საქმიანი ადამიანებისთვის გადაცემა პროფესიონალები კომერსანტ